ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას. როგორც იქნა ამ კრემების დროც მოვიდა, გავხსენი ეს დერმედიკის კრემი და არ ვიცი როგორი იქნება. სხვათა შორის, ბევრი აქებს, ბევრს მოსწონს და ნახოთ აბა მე როგორ მომეწონება. დღეიდან მოკლედ გადავდივარ ამ კრემზე. ეს არის დამატენიანებელი, მომწონს შეფუთვა, არის მიმის ეს ქილა და ასევე ესეთი თვალებ ქვეშ წასასმელი. სხვათა შორის აი ამ ორი სახეობის კრემს ვიყენებ ხოლმე. დანარჩენებს ალაგ-ალაგ ღამის კრემს ხან ვიყენებ, ხან არა, ასევე შრატებს და ესეთ რაღაცებსაც პერიოდულობით ხანდახან ხასიათის მიხედვით ვიყენებ და აი ეს თვალებ ქვეშ და ჩვეულებრივი დამატენიანებელი დღის კრემი ყოველთვის მჭირდება. გოგონებო, ეხლა ვიბანავე და თქვენთან ერთად მინდა რომ მოვწესრიგდე, წავისვამ ამ კრემებს და პლუს გავიკეთებ მაკიაჟს, იმიტომ რომ გასასვლელი ვარ დღეს. ხო და ასევე სანამ გავალ მე და მარიტამ თქვენთვის უნდა ჩავწეროთ ვიდეო და შემდეგ უკვე გასასვლელები ვართ და ასევე უნდა გავიაროთ დღეს ისპონში. კარფურში გვინდა შესვლა, საჩუქრები მაქვს საყვიდელი, რაღაც პროდუქტებიც შემოგვაკლდა. მოკლედ ეს კრემი მომწონს, როგორც დაიდო სახეზე. სუნიც კარგი აქვს. თვალის კრემიც წავისვათ. აი ასე. და ეხლა დავიწყოთ ეგრევე მაკიაჟის გაკეთება. ხო და მოკლედ ჩემი დიშვილების დაბადების დღეებია, მალე უკვე. ხო და ბარემ მინდა რომ საჩუქარი ნაყიდი მქონდეს. ჩემი beauty blender-ები ორივე გასარეცხია, ამიტომ დღეს თითით გადავინაწილებ. ძალიან მიყვარს ეს კონსილერი. სულ ვახსენებ ხოლმე, მე მგონი თქვენც დაიზებირეთ. მე ვიყენებ Natural Biscuit. 0.12 არის კატრისის. აი ესეთი მოკლედ კონსილერი და რა ვიცი, მე მომწონს როგორც იდება, როგორც ჩერდება მთელი დღის განმავლობაში და ასევე ბოლო დროს არ ვიცი, შეიძლება რუჯის ბრალია რომ აღარ მჭირდება, მაგრამ არ ვიყენებ იმ სტაფილოსფერ კონსილერს. ანუ კარგი იქნება თუ გამოვიყენებ, მაგრამ უბრალოდ მეზარება და ხედავ რომ დიდად, ანუ დიდად ცუდად არ ისმევა მაინც. ანუ დიდი განსხვავებას თითქოს ვერ ვხედავ, ამიტომ მოკლედ თუ ძალიან მინდა რომ აი ძალიან იდეალურად გქონდეს, მაშინ კი ვიყენებ, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ზაფხულში ძალიან მეზარება, ამიტომ ეს ერთადერთი კონსილერია, მე მგონი, რომელიც შემიძლია მაგ სტაფილოსფერის გარეშე გამოვიყენებ, და სხვა დანარჩენები რაღაცნაირად არ მომწონს. თან ეს უკვე იქიდან ვასკვნი, რომ ეს კონსილერი ძალიან მომწონს, რომ მე მგონი ზედიზედ მესამედ ვიყიდე უკვე, ამიტომ ეგ ბევრს ნიშნავს. ძირითადად სულ სხვადასხვებს ვიყენებ ხოლმე. სულ მინდა რომ რაღაც ახალი მოვსინჯო და მაგიტომ გასაცელია ჩემი ფანქარი. მაგრამ აი ამ ფანქარს არ ვიცი მე რამდენად ვყიდულ ჩემ ცხოვრებაში, ალბათ მე-1000-ით. ეს არის, რა თქმა უნდა, Golden Roses 223. აი ასე. ჯერ არ ვიცი თვალები როგორ გავიკეთო.
წარბების ასაპრეხი რომ არის, რა ქვია, ფიქსატორი მაქვს საყიდელი რამდენი ხანია უკვე და სულ მავიწყდება და თან ვფიქრობ, რადგანაც მავიწყდება, ანუ არ მჭირდება, ხო? ახლა რომ მჭირდებოდა სხვა არ დამავიწყდება. ტკბა ისეც მომწონს, ახლა როგორც მაქვს წარბები და არ მჭირდება ეს რაღაცა ფიქსატორები და რაღაც. არა და ლამაზი ეფექტი აქვს. უბრალოდ დამავიწყდა ეგ ეფექტი და რაღაცნაირად ჩარჩენილი მაქვს, რომ საყიდელი მაქვს, მაგრამ როგორც ჩანს, დიდად არ მჭირდება. რატო არ ვყიდულობ, არ ვიცი. წერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ვიყიდო ფიქსატორი თუ ესეც კარგად მაქვს. ახლა ბლაშს წავისვამ, აი ამ ორ ფერს ვურევ ერთმანეთში. ბოლო დროს ესე მომწონს. აი ესეთი ფერი გამოდი. ახლა კარგად გადავანაწილებ ისე რომ არ იყოს ძალიან ყვირალა, როგორც ახლა ჩანს. ასევე ზაფხულში ტონალს ხო არ ვისვამ და ისიც მეზარება, რა ქვია, კონტურინგის წასვლაც მეზარება ხოლმე, ამიტომ აი ესე შემოვიფარგლები ესეთი ბლაშით. ახლა ჩვეულებრივი ფუნჯითად გადავანაწილოთ, რომ ძალიან თვალში ცოცემიც არ იყოს. ესე მე მგონი ნორმალურია და ასევე გამოვიტანებ აი ამ highlighters. გოგოშკებო. ესე. ახლა დამჭა თვალები. მოკლედ აი ესეთი ფერი ავარჩიე. აი ამ ადგილას მინდა რომ წავისო. აი ესე გამოვკვეთო ქუთუთოს კუთხეები. აი ესე. ჯერ დავიდე ფერი უბრალოდ და ახლა გადავანაწილებ. აი ესე. ახლა ვეცდები რომ გადავანაწილო. ძალიან ისე. ფრთხილად და ლამაზად. იგივეს ვაკეთებ მეორე თვალზეც. ხო, ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ერთდროულად ვიმუშაო ორივე თვალზე, რომ ერთნაირად გამოვიდეს. თუმცა ისიც არ მიჭირს, რომ ჯერ ერთი თვალი მთლიანად გავიკეთო და მე მეორე უბრალოდ მეშინია ხოლმე ასევე, რომ რაღაც ფერები არ შემეშალოს და რომელიმე ფერი არ დამაკლდეს. იმიტომ რომ ხშირად რამდენიმენაირ ჩრდილს ხმარობ ხოლმე, ამიტომ კარგია, როცა ორივე თვალზე ერთდროულად მიდის მუშაობა. ამის გამოვიდა ხო? არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე ძალიან მომწონს ესეთი ეფექტი. შუაში მინდა რომ აი ეს ჭრილები წავისა. ეს მინდა რომ ვიბზინო და ვიბწყინო. აი ესე მომინდება ხოლმე ხანდახან. როგორც ხედავთ, თითით ვისვამ ამ ბზინო ჭრილებს. ფუნჯით არ გამოდის ის ეფექტი ხშირად. ანუ არ ისმევა კარგად, ისეთი პიგმენტით არ ისმევა, როგორიც მე მინდა რომ იყოს. ძალიან მომწონს აი ეს ფერი. ქუთუთოს შიდა კუთხისთვის. ნახოთ როგორ გამოვა, აი აქ. და ამას ასევე მინდა დავამატო აი ეს ცოტა უფრო ღია ფერი. მთლად ვარდისფერში არ წავიდეს. მოკლედ ასე, ცოტა ქვედა ქუთუთოზეც დავიმატოთ ეს მთავარი ფერი, რომელიც გვაქვს. ეხლა რა თქმა უნდა დამჭა ლაინერის ეფექტი. ან თვითონ ლაინერით უნდა გავაკეთო, ან ჭრილებით. აი ესეთი ფუნჯი მაქვს და აი ეს ფერი. ეს არის ბოლო დროს ჩემი
საყვარელი ჭრილები ლაინერის როლისთვის, ასე ვთქვათ, ხშირად ვიყენებ. ჯერ შეგვიძლია დავსვათ აი ესეთი ფჭიჭკა, ასე ვთქვათ. აი ასე. და შემდეგ დავიწყოთ მისი დამუშავება უკვე. აი ესეთი სამკუთხედი გავაკეთოთ. აი ესეთი ლაინერი გამოდის მეგობრებო. ქვემოთაც შემიძლია ესე გადმოვაგრძელო. აი აქაც შემიძლია ოდნავ დავამატო. საცრემლე ხაზზეც ვიმატებ. აი ასე. და ჩემი მაკიაჟი მე მგონი მზად არის. ერთადერთი დამრჩა ტუში, მაგრამ მაგასაც გავაკეთებ. მე მაქვს აი ესეთი კლარინსის ტუში, რომელიც ძალიან მომწონს. არ მომწონს მარტო ის, რომ პატარა ზომის არის, თორე ისე კარგი ტუშია. აი თქვენც ნახეთ, როგორ კარგად აცალკევებს და პრიხავს წამწამებს. ბევრი ფენის წასმა არ მიყვარს. ამიტომ აი ეს რაც ქნა, მაგისიც კვაყოფილი ვარ და ვტოვებ ესე, აღარ მინდა ძალიან ბევრი მის გადატარება. იმიტომ რომ რაღაცნაირად მე თვალები მიმძიმნება. მოკლედ ესეც ასე. დავამთავრე ჩემი მაკიაჟი. შემიძლია გადავისვა კიდე კონტური, ცოტა მუქი. ესეთი მაკიაჟი გამომივიდა. დამიწერეთ როგორ მოგწონთ. ფერები მომიხდა თუ არა და ეს ტექნიკა და ეს ფორმა თვალების. ასევე ვინც ინტერესდებით მაკიაჟით, ჩემი თხოვნა იქნება დამიწეროთ როგორი ტიპის მაკიაჟს იხილავდით ჩემს არხზე სიამოვნებით და მე ვეცდები რომ ეს შევასრულო, იმიტომ რომ თემები მჭირდება მაკიაჟთან დაკავშირებით. ამიტომ კარგი იქნება თუ არ დაგეზარებათ და დამიწერთ ჩემო ძვირფასებო. ყველას დიდი მადლობა, ვინც დარჩით ბოლომდე. მე კი გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.